თბილისთან ერთად საახალწლო დღესასწაულებზე საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. ქუთაისი დედაქალაქთან ერთად ზუსტად 35 დღეა აპროტესტებს ქართული ოცნების რუსულ და რეპრესიულ პოლიტიკას. მოქალაქეები სიმბოლურად ადგილობრივი ხელისუფლების და სასამართლო კლანის შენობებთან იკრიბებიან. დღესაც 2025 წლის 1 იანვარს ხალხი კვლავ ქუჩაში დგას და განაგრძობს ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. რა ხდება ქუთაისში? ირაკლი ვაჩიბერაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. წლის პირველი პროტესტია ქუთაისში, თუმცა უწყვეტი აქციის 35 დღემ. გასული 5 კვირის მსგავსად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ევროინტეგრაციის მომხრეები დღესაც გამოვიდნენ და ისო მოითხოვენ, რომ ქართულმა ოცნებამ ახალი არჩევნები ჩანიშნოს და ასევე მოხდეს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. ჯერჯერობით გზა გადაკეტილი არ არის, ევროპული მომავლის მცველები კი ქუთაისის მერის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუართან არიან შეკრებილი. მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ჩვენს რესპონდენტებს და მათ სათქმელს მოვისმენ. ვხედავ ია იაშვილს, ქალბატონო ია, ახალ წელს გინოცავთ, ჩემი პირველი რესპონდენტი ბრძანდებით წელს. რა არის თქვენი სათქმელი, რატომ გამოხვედით ქუჩაში? ბედნიერი იყოს 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, მსოფლიოსათვის. ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა გავხდით, მსოფლიოს ყურადღება ჩვენსკენ არის და მინდა რომ ეს ყურადღება კიდევ უფრო დიდ წარმატებაში და გამარჯვებაში გადაიზარდოს. პირველ ყოვლისა მე ამ მოძრაობას, რომელიც 2024 წელს დაიწყო საქართველოში, დავარქვი სინდისის მოძრაობა. იმიტომ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც დგას და აპროტესტებს იმ ყველა ცუდ ამბავს, რის გამოც ჩვენ ქუჩაში გამოვედით, დაფუძნებულია იმაზე, რომ თუ შენ სინდისი გაწუხებს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაჯდები მშვიდად, ჩვეულებრივად ვერ იზეიმებ ახალ წელს და მოგინდება რომ თქვა რომ მე ყველაფრის ცვლილება მინდა და შეცვლა მინდა. გარდა ამისა, ჩვენ სოლიდარულები ვართ ყველა იმ ადამიანის, ვინც რაიმე ფორმით დაშავდა ცნობილი მოვლენების დროს, პირველ რიგში თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ჩვენს ქვეყანას და თავისუფლება ოცნების მომხრეებს. იმიტომ რომ მინდა რომ ყველა თავისუფალი იყოს ამ ქვეყანაში. მადლობა, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ამბობენ აქციის მონაწილეები. მე კიდევ სხვა სამოქალაქო აქტივისტებს და ევროპული მომავლის მცველებს გავესაუბრები პირდაპირ ეთერში. ვხედავ ნუგზარ კოხრეიძეს, ნუგზარ ახალ წელს გინოცავ, რატომ გადაწყვიტე რომ 1 იანვარს გამოსულიყავი ქუჩაში? ჩვენ გვაქვს უწყვეტი პროტესტი, რომელიც არ შეწყდება მანამ, სანამდე არ იქნება მიღწეული ჩვენი მთავარი ორი პირობა. პირველი ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა იყოს ღია, თავისუფალი და მეორე ეს არის ყველა იმ ადამიანის განთავისუფლება, რომელიც ამ რეჟიმმა უკანონოდ დააპატიმრა. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა დღეს 1 იანვარია, 2 თუ 7, ჩვენ ყოველ დღე გამოვალთ, სანამ ეს რეჟიმი არ დათმობს და არ შეასრულებს იმ ორ პირობას. ძალიან დიდი მადლობა. სამოქალაქო აქტივისტ გიორგი გველესიანს ვხედავ. გიორგი, ახალ წელს გინოცავ, რატომ გამოხვედი ქუჩაში, რა არის შენი აქ ყოფნის მიზეზი? პირველ რიგში 35 დღე არის, რაც ჩვენ საერთო სახალხო მოძრაობით გავართ ქუჩაში. ყოველი დღე არის სოლიდარობის, სანამ ჩვენი თანამებრძოლები ციხეში არიან, ჩვენ თავისუფლები არც ერთი არა ვართ. მათ განთავისუფლებას უსურვებდი პირველ რიგში და ასევე ჩვენი მოთხოვნა არის, რომ დაინიშნოს ვადამდელი ახალი არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ შეფასებებს აქ მყოფი ადამიანებისას და ვხედავ პედაგოგ სოფო როინიშვილს, ის უწყვეტი პროტესტის უწყვეტი მონაწილეა. სოფო, თქვენი სათქმელი რა არის დღეს? გილოცავთ პირველ რიგში ახალ წელს, მინდა რომ ბედნიერი და წარმატებული წელი გქონდეს მთელ საქართველოს. მინდა რომ გამარჯვების წელი იყოს, ბოროტზე კეთილის გამარჯვების და ამ შემთხვევაში ვიცით ვინ არის ბოროტი და ბოროტების სიმბოლო, ბიძინა ივანიშვილი და მთელი თავისი ქართული ოცნება. მე ვისურვებდი რომ წლევანდელ წელს ეს ჩვენი დიდი შემართება, ეს ჩვენი უწყვეტი ალბათ 35 დღეა ხო დღეს, რაც ქუჩაში ვართ უწყვეტად, ეს ჩვენ სასიკეთოთ და ჩვენი გამარჯვებით დასრულებული იყოს. მადლობა. მაშინ ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს არის პროტესტის 35 დღე და ასევე წლის პირველი პროტესტი ქუთაისში.